მორიგი განცხადება საქართველოს წინააღმდეგ. ჰელსინკის კომისიის ხდომას სამხრეთ კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტის სტატუსით ესწრება პროფესიით ჟურნალისტი ოლესია ვართანიანი. მან რუსეთისთვის სანქციების გვერდის ავლაში დახმარებაზე საუბრისას ანტისახელმწიფოებრივი განცხადება გააკეთა. დაისრები ჩვენი ქვეყნისკენ გადმოიტანა. როდესაც ვიზიტით ვიყავით, იყო ცნობები, რომ აზერბაიჯანი ეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში, განსაკუთრებით კი ენერგიის გადინებაზე რუსეთიდან აზერბაიჯანის გავლით. თუმცა ასევე არის ცნობები, რომ იგივე ხდება სომხეთშიც, რომ იგი ეხმარება რუსეთს სანქციების თავის არიდებაში. მე მთელ სამხრეთ კავკასიის რეგიონში ვმუშაობდა როგორც წესი დასავლელ მაღალჩინოსნებთან და დიპლომატებთან ამ საკითხის განხილვისას არა სომხეთზე, არამედ საქართველოსზეა საუბარი. აბსოლუტურად უტიფრად, უნამუსოდ, ხეპრულად გამოდის ვინმე ოლესია ვარტანიანი და აკეთებს მოხსენებას იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არ ეხება სომხეთს და საქართველოა დავდაშავე ესეთ გადაცდომაში, რასაც ქვია რუსეთისათვის ხელშეწყობა სანქციების გვერდის ავლის საქმეში. ეს მოხდა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ და სომხეთ შორის რაიმე ურთიერთობები ამეთი არის დაზიანებული. პირიქით, ჩვენი ურთიერთობები, როგორც იყო მეგობრული, ასევე რჩება, მაგრამ ადამიანები არსებობენ, რომელიც განზრახ მრავალი მიმართულებით თესავენ ამ ბოროტებას. ერთი რომ თითქოს და საქართველოს და სომხეთის დაპირისპირებას ახდენს და მეორე სრულ სიცრუეს ავრცელებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იქცევა საქართველო. ესეც არის ყუილი და დეზინფორმაცია, ემსახურება ჩვენი ქვეყნის ინტერესების არ დაცვას, ჩვენი ქვეყნის იმიჯის შელახვას, რადგან ყველას კარგად გვახსოვს მართლა იმ სახელმწიფოების წარმომადგენლების ვიზიტი, ვინც რეალურად დაუწესეს ევროკავშირის, ბრიტანეთის, ამერიკის ბატონი ობრაიანის ვიზიტი საქართველოში, სადაც მათ შეხვედრა მადლიერებით დაიწყეს, სწორედ იმიტომ, რომ საქართველო აბსოლუტურად იცავს სრულად ყველა საერთაშორისო სანქციას, სრულად ვართ მიერთებული საერთაშორისო სანქციებს და სრულად ვიცავთ და ჩვენი პარტნიორებისგან არც ერთი საყვედური ამ თვალსაზრისით არ მოგვისმენია. ვართანიანს, ხოშტარიას, ყველა სავს ერთი ბიზანი, როგორმე დააზიანონ ჩვენი ქვეყანა, დააზიანონ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. რა თქმა უნდა ძალიან კარგად გვახსოვს, რომ ეგრეთ წოდებულ შავხრელებთან დაკავშირებით თავად კოლექტიურ ნაცმოძრაობას ჰქონდა განცხადებები და საკუთარ ქვეყანას აბრალებდნენ საერთაშორისო სანქციებისგან თავის არიდება, შავხრელებს და ასე შემდგომ და მერე ჩამოვიდნენ ამერიკელი და ბრიტანელი ექსპერტები და თქვეს, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა მუშაობს კარგად და არავითარი საერთაშორისო სანქციების დარღვევა არ არსებობს ქვეყანაში.